ყველაზე ძალიან იცით რა მაინტერესებს ქალბატონო მამისა, მე მესმის ეს პროცენტები, მესმის ეს ფერმერებით, მაგრამ მესმის ის ტერიტორიებით, რომელიც გასხვისებულია, მაგრამ დღეს საქართველოში ყველაზე მეტად უჭირთ იმ ადამიანებს, რომლებმაც აი ამ ბანკების გამო დაკარგეს სახლები. ითვალისწინებს წყვილად თქვენი სახელმწიფო ბანკი უკვე ჩამორთმეული ქონებების გამოსყიდვას, აი როგორც არის დაუშვათ ბევრ ევროპულ ქვეყანაში მე ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკე და ალბათ შემდეგ გადაცემებზე ისინი ჩაგვერთვებიან უკვე დისტანციურად და იქ არის ასეთი რაღაცა. სახელმწიფო გამოისყიდის ბანკს და აი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში დაბალი პროცენტებით იხდის. ოღონდ არ კარგავს ეს ადამიანი საცხოვრებელს და არ რჩება ღია ცის ქვეშ. თქვენი პროექტი თუ ითვალისწინებთ? ზუსტად კი, გაწერილია აქ ამ მიმართვაში არის, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად. აი ამ პრობლემური დასაკუთრებული სახლების გამოსყიდვა. ამ სახელმწიფო ბანკისგან ზუსტად ეს აქ ამ სახელმწიფო ბანკს ამ მოცემულ რეალობაში, რა რეალობაში დღეს საქართველოში არსებობს საბანკო სისტემისგან დაზარალებული ხალხის ზუსტად ეს სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე გამოისყიდოს და ხალხი მე ამ სახელმწიფო ბანკში გადაიხდის. ოღონდ შესაბამისად ისე კი არა დღეს ბანკები რო ტყავს აცლიან რო იტყვიან ხალხს და არა შეძლების და გვარად უნდა შეაძლებიოს სახელმწიფომ ამ ხალხს გამოისყიდოს გრძელვადიან კი გაიწეროს გრძელვად პირდაპირ მახეს ეს იგი საცხოვრებელსაც ეხება და ამ ბანკის საშუალებით ადამიანები არ დაკარგავენ და არ დარჩნენ. აი ეს როგორ ამათ აქ ჩამოყალიბებული. სახელმწიფო ბანკს, რომლის ფუნდამენტური მიზანია არა ვიწრო კორპორაციული მოგების მაქსიმალიზაცია, არამედ საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა ძალუც იმოქმედოს როგორც მაკროეკონომიკურმა სოციალურმა ბუფერმა და მიზნობრივად განახორციელოს კერძო საფინანსო სექტორის მიერ გენერირებული ტოქსიკური ვალობის გამოსყიდვა რეფინანსირება გამოსახლების პირას კრიზისის ზღვარზე მყოფი ოჯახებისათვის კაცებლური იპოთეკური წნეხის გრძელვადიანი სუბსიდირებული და მინიმალური მარჟის მქონე სოციალურ კონტრაქტად ტრანსფორმაცია. ანუ ზუსტად გაწერილ დროში ნელ-ნელა რო გადაუხადოს მე სახელმწიფო ბანკს. ამას ჩვენ მაგალითად თქვათ საზოგადოებასაც შეგვიძლია ხო 50 მილიონი ვიშოვოთ. აქ სამი ძირითადი პირობა არის რომ ბანკი დაარეგისტრირო, ანუ საერთაშორისო პროგრამა უნდა კონდეს კიდე და ანუ მართველი ორგანო უნდა ყავდეს ისეთი რომ ისე მას დაიქირავება როგორ დირექტორთა საბჭოს და ასე შემდეგ. და საზოგადოებასაც შეგვიძლია თქვათ ეს რო გააკეთოს ხო? მაგრამ აი ეს კომერციული ბანკები, მევახშეები თუ ვეღაცები ჩვენ არ გვენდობიან სახელმწიფო უნდა იყოს გარანტორი ამ ყველაფერს. ამიტომ კიდეც სახელმწიფო ჩვენ ზურგზე აი ამ ვალდებულებას რომ აბა რა, აი კითხვა მაქვს უბრალოდ ამ წუთში და სულ ყველას მინდა სახელმწიფოს ნებისმიერ გოლში მყოფ ადამიანს დაუსვა. რა რესურსი აქვს, რას ფიქრობენ მაშინ? გავასახლოთ საქართველოს? ვამბობ გადაუჭარბებლად 70% დასაკუთრებული აქვს ბანკებს. ჩვენი მოსახლეობის კერძოს, ესე იგი გავასახლოთ, ეს არის მიზანი სახელმწიფოსი, რომ თავისი წარმომქმნელი ერი გაასახლოს. ამიტომ უნდა მივიტანოთ ეს ყველა ადამიანის კურამდე და მე იმის რომ საზოგადოება არ აკეთებ ამის სულაც არ მეშინია. ნამდვილად არა მივიდეს. აუცილებლად უნდა მივიდეს. ახლა მე მუნიციპალიტეტებთან მქონდა შეხვედრა ამ პროექტთან დაკავშირებით და პირიქით გაეხარდათ ყველა პირველი ჩვენ მოგიწერთო ხელს. იმიტომ ისინი ცვალებში არიან ჩვეულებრივად. იმიტომ არ არის ჩვენ ქვეყანაში ხელფასი იმდენი. ახლა შეიძლება მაღალი გოლში მყოფს აქვს ვიღაცას, თორე ადგილობრივ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს რა ხელფასი აქვს? არაფერი ისეთი. ანუ ყველას აქვს პრობლემა და ერთი ბოდიში კიდე ჩვეულებრივად არის კანონით შეიძლება მუნიციპალური ბანკების შექმნაც და რო იძახიან deep state და რო თქვა ზოგი მოსწონთ ამერიკაში და ზოგი არა დაკოტას ბანკის სერიოზულად სპეციალურად ვახსოვებთ დაკოტა შტატში იყო ჩვეულებრივად მუნიციპალური ბანკი და იმან იხსნა ამერიკა 2008 წელს საშინელი კრიზისისგან. შედა ლოცველიშვილო, რატო არ შეიძლება მაშინ თუ ამერიკაში იქ რაღაცა მოგწონს, ეს რატო არ გაქვს უფლება რომ ეს გააკეთო? თუ შენ არ გინდა რა, ამიტომ უნდა გაიძულოთ. არ უნდა გაიძულოთ პირდაპირ ვამბობ. რომ შექმნა სახელმწიფო ბანკი. ბატონო, ბოლო კითხვა უნდა დავსვა ახლა პირველ ბლოკში. ესე იგი შევთანხმდით იმაზე, რომ არის გამოსავალი სახელმწიფო ბანკი. სტრუქტურა აბსოლუტურად დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ჩართულობით უნდა მოხდეს, მაგრამ საზოგადოებას უნდა ქონდეს დიდი როლი და მაკონტროლებელი ორგანო იქნება და დაუშვათ ისევე არ მოხდება სახალხო ბანკის შემთხვევაში, რაც მოხდა საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში. ეხლა მე მაინტერესებს და ყველა მინდა აი ეს მიპასუხოთ. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? თუ თქვენ არ გაგცეს ხელისუფლების წარმომადგენლება აი ამ წერილზე პასუხი. 15 რიცხვამდე ველოდები ზარს პასუხს ამ წერილზე. ვალდებულია გამცემ პასუხი. 15 რიცხვის მერე
პირველი ჩემი ნაბიჯი იქნება ტელევიზიებთან, არ ვინდა რაც გინდა თქვით, უნდა შევიდეთ დიდ ტელევიზიებში აუცილებლად და ტელევიზიებიდან უნდა გავაჟღეროთ რა გვინდა ამ ჩვენები უბრალო ხალხს, რომელიც ხელისუფლებას არ ვეცილები არაფერში აბსოლუტურად პირიქით, გეუბნები რომ გაძლიერდეს შენ როგორც სახელმწიფო და გააძლიერე ჩემი მისი წარმომქმნელი არის ზოგადად საქართველოს მოსახლეობა და ეს თუ არ გინდა, პირდაპირ უნდა თქვა რომ მტერი ხარ და მტერი თუა ყველა მოსაშორებელია მტერი. ამბობთ დაუშვათ აი თეიმურაზ ბობოხიძემ გააჟღერა, კონფერენცია ჩაატარა, ბატონმა ზვიადმა რამდენი წლის წინ თქვა, ეს ყველაფერი მაინც მოდის ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის პრინციპით. ნუ ეს ამ იმითი ჩემთვის მკითხოთ ახლა ხმამაღლა ნათქვამი არ გეგონოთ, მაგრამ უფრო დიდია კიდე ვიდრე საადგილმამულო. გაერთიანებას ხომ არ აპირებთ იმ ადამიანებთან, თქვენ მაინც რო შეძლოთ გაერთიანება და ერთიანი ძალებით უნდათ ყველა სოფელში, ყველა ქალაქში ჩასვლა და უშუალოდ ადამიანებთან რა თქმა უნდა და სიამოვნებით და რატო ვინც ამ იდეას აჟღერებს არავის არ მოვიაზრებ კონკურენტად პირიქით ესე იგი მე მინდა სახელმწიფო ბანკის შექმნა არა შენც თუ გინდა შენც ესე იგი ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო და აქ ჩვენ კონკურენტი არ გვყავს აქ არ ვართ პარტია რომელიც მიწროპარტიული ინტერესების გაძლიერება გვინდა აქ და ჩვენი პარტიის პირიქით რაც მეტი გავაჟღერებთ ამ იდეას მოკავშირეები ვიქნებით და არავით არის მეტოქეები ასე რომ ნამდვილად მე მზად ვარ დიდი სიამოვნებით ამ თემასთან რასაც ქვია სახელმწიფო ბანკი და მისი მიზნები და მისი რაც უნდა გააკეთოს მაგრამ ანუ თუ ვეთანხმებით ერთმანეთს რა თქმა უნდა სიამოვნებით უერთდები ყველას. იმისთვის რომ შეხვედრები ნამდვილად